ჩვენ ძირითადი მოთხოვნა არის ტარიფების გადახედვა რა, ანუ საწვავი გადავიდა და ტარიფი იგივე დარჩა. ანუ მინიმალური ტარიფი, ანუ ერთი მინიმალური მგზავრობისა 1 ლიტრის საწვავს მაინც უნდა გრჩებოდეს, საწვავის ფული მაინც უნდა გრჩებოდეს. და რავი, იგივე ანუ ტარიფებს ადგენს კომპანია და არა თქვენ, ხო? ანუ კომპანია ადგენს ტარიფებს, რამდენიც მივწერეთ, ანუ განხილვაშიაო ეგრე. ეს რომელი კომპანიაა თქვენი კომპანია? ანუ Bolt-ს მუშაობთ ახლა ადამიანები, Yandex-ს არის მაქსიმის წარმომადგენლებიც რა. და მინიმალური რაღაცა უნდა დადგინდეს. მე საკომისიოც იგივე დარჩა. ანუ ადრე თუ პირობითად 30 ლარის საწვავი გჭირდებოდა. დღეში ეს ყველაზე მინიმალურს ვამბობ. ეხა 40-45 ლარის საწვავი გჭირდება და რაღაცა აზზე უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ხალხი რავი, გამოსულები ვართ, მუშაობთ. ანუ საწვავზე არ არის მარტო რა, მანქანა უჭდება და რავი, გადახედონ კომპანიებმა და რაღაც მინიმალური უნდა დადგინდეს რა. ანუ შეიცვალა საწვავის ფასი, გაიზარდა თქვენი ტარიფები არ გაზრდა. არაფერი არ გაზრდილა რა. როგორია ახლა დღევანდელი ტარიფები რა, როგორ მუშაობთ? ლარი და 99, 260-ია, აი ყველაზე მცირე და 260 რა ვიცი, მე და 2-3 კაცი რომ 260 ვიმყარი. ეს არის 1 კილომეტრი, ხო? არა, მეტი 2 კილომეტრზე მეტია. 2 კილომეტრზე მეტია რა, დაახლოებით. რავი, ახლა ტარიფები უნდა დადგინდეს რაღაც ისეთი, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს და კომპანიაც რომ მიწერ თქვენთან თანამშრომლობითო კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ იცვლებაო და ანუ საწვავი გარბის რა. რაღაც აზზე უნდა შევჯერდეთ, რომ გამოსულები თუ არა და რავი, ყველა გავჩერდებით ასე და გადახედავენ ალბათ რაღაცა. თუ არაფერი არ გქენით, არაფერი არ შეიძლება. და რავი, ვინც ტაქსაობს მაკეთ მხარეს და გონიათ რომ დღეით ტაქსაობით რაიმე არ შეიძლება. აი გამოდით და ჩვენ გვერდით დადეკით და რაღაცა შევცლით იმედია ერთად თუ დავდგებით, ყველას გვეშველება. თუ არა და არაფერი არ გვეშველება. რას აპირებთ ახლა? რას ვაპირებთ და შევეცდებით, მანამდე არ ვიმუშაოთ, სანამ ტარიფები არ შეიძლება. ანუ ჩვენ სასიკეთოთ რა. ანუ გაფიცვას აპირებთ და აღარ იმუშავებთ? არ ვაპირებ მუშაობას. მე არ ვაპირებ ყოველ შემთხვევაში და ძალიან ბევრი ადამიანი აქ ყოფი არ აპირებს მუშაობას. ანუ დღეს ერთი დღე თუ რა ხნით? შეხედულების მიხედვით რა, როგორც დადგება საჭიროება მოითხოვს, ისე რა, თუ ტარიფები არ შეიცვალა, ანუ რეალურად არ ღირს მუშაობა. რეალურად არ ღირს მუშაობა, იმიტომ რომ საწვავი გაძვირდა, საწვავი მეტი. ანუ იფიცებით პრაქტიკულად შეიძლება ასე. ხო, ესეა რა, ესე გამოდის, რომ იფიცებით, იმიტომ რომ ანუ თუ ჩვენ სახში ვერ მივიტანეთ ის, რაც ჩვენ ოჯახებს ჭირდება, ანუ აზრი არ აქვს მუშაობა.